მოგესალმები ახალი თავგადასავლებით. სულ 5 წამი გჭირდება რომ მაგია დაიწყოს. 1 2 3 4 5 გათენდა კვირა დღე, მოლოდინი სასწაული, ერთი სული გვაქვს წავიდეთ, მაგრამ ფანჯინა ვიყურები და ამინდი საშინელი. არის გუბელი, წვიმა, ნაწვიმარიც. რახან უკვე მზად ვიყავით, ჩალაგებულები ვიყავით, მოტივირებულები ვიყავით. არ მივეცით ამინდს უფლება, რომ გაეფუჭებინა ჩვენი ხასიათი და გეგმები. ამიტომ დავურეკე ვაჟას და უთხარი, რომ უნდა წავსულიყავით. აშვები ვაჟი. რავი ბიჭო, ეხლა უყურებ რუკას რა და უნდა გავიდეთ რა უეჭველი რა. რა. ბიჭო, გავარკვია და თბილისი ვიცუდი ამინდი არ არის და წადოთ გავრისკო თბილისს გავწდები და შევხედოთ მე. თუ არა და მოგვუნდებით რა. კარგად ვარ ჩალაგებულები და ტეხას განადები. ხო რა, გავიდეთ ცოტა ხანში. კაი, ცოტა ნებოდოქებინა. აჰა. დავაი, მეც ეგრე სადღაც და შეგხვდები მაშინ იქ. დავაი. მოგეთ აგებ შავის გზაზე ვართ უკვე. პირველი ლოკაცია გაჩერება ჟინვალის წყალსაცავი რა თქმა უნდა, ულამაზესი ადგილი, თებში თაფლული. ხელოვნური ტბა. ტბა, ხო. ხელოვნურად კი, მაგრამ ძალიან ბუნებრივი ჯობია. კი, ბუნებრივი ხედი აქვს ძალიან ლამაზი და ნამდვილად სასწაული ადგილია. კი. ეხლა დრონსაც ავაფრენ და განახეთ უბრალოდ რა ზღაპრო გარემოში ვართ. და ეს ჯერ კიდე დასაწყისია. წინ გველოდება სასწაული რაღაცეები. და მე იქიდან შევულით, რა თქმა უნდა, ჩარგავში, ვაჟებშაურის მუზეუმის გარეშე, საფმუზეუმის გარეშე, რა თქმა უნდა, აქედან ვერ წამოვიდეთ. და ნენელა ყველაფერს, რა თქმა უნდა, გადავიღებ და თქვენს განახეთ. რა თქმა უნდა, აქ ყველა არ მოდივართ, ორიგინალის ვიყავი და წამოვიდეთ. ხო, ეგ იასნა, ხა შავში მოდიხარ, მაგალითად ვეჭამო. გადმოვუხვეთ თავარი გზიდან, იმიტომ რომ ხიდიდან ისეთი ხედი გადაიშალა, ცნურებას ვერ გაუძელით რა. სასწაულიდნენ არ ჩამოვიდნენ, არაგვი, მოჩქებს, გუგუნებს, რასაც ქვია და ამის უნახავად არ გამოვიდოდა უბრალოდ. აუცილებლად უნდა წამოხვიდეთ ყველა. ზოგადად დღეს ისეთი რუტინა არის ჩვენს რეალობაში, რომ ადამიანი ბუნებას თანდათან უფრო და უფრო შორდება და აუცილებელია ჩემი აზრით, რომ რაღაცა დრო გამოვნახოთ ყველა და არ დავივიწყოთ ბუნება, იმიტომ რომ ეს ადამიანის ფსიქოლოგიის და მენტალური ჯანმრთელობის ჩემი აზრით პირველი არის. ეხლა უყურეთ უბრალოდ რა ხედია და რა სილამაზეა. მოკლედ მოვედით ვაჟას სახლ-მუზეუმში. ჩემი არა ოღონდ. ხო და ეხლა შევალთ, დავათვალიერებთ. რატომღაც ბავშვობაში შენ აყოფ ხარ? არა.
ექსკურსიაზე რატომაც ბავშვობაში არასდროს არ ყოფილა ვაჟას საფუძველი. კახეთში დაყავდათ. კი, სულ კახეთში ვიყავით. კახეთ ვიცის ზეპირად 5 თითივით. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ მართლა არ ვარ აქამდე ნამყოფი, 28 წლის ვარ და რატომღაც არ ვარ ნამყოფი. შევვალთ დავთვალიერებ და როგორც გითხრეს, ვაჟას უშუალოდ ნივთებთან ვერ მივდივართ, იმიტომ რომ იქით არის ხიდი, რომელიც არის ჩატეხილი და იმ ხიდის გარეშე იქ გზა არ მიდის. გაკეთება დაიწყება დღე-დღეზე და მალე აღდგება. ბევრი ვიფიქრე ძალიან თუ რა პასუხი გამეცა შემთვის ხცოვანო პოეტ დღეც ავფიქრობ ღამეც რუსთავაპირე სიტყვის თქმა უცებ თავს არის დამეცა სიტყვა მოსული სათქმელად ენიდან მომწყდა გამექცა დაუგონებულ ვარ ძალიან თითქოს სახლკარი დამეცა რადა რა ღმერთი გამიწყდა მარგალიტების მფლობელსა რომ თავის უშნო ენითა ვერას ვაგონებ მშობელსა ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელს მარგალიტების მფლობელი ენას ახმარობს ღონედა და როცა მარგალიტს თესავს ამ თუ ააგებს ყორედა მაინც ის არის რაც არის ჭორები მოაშორედა შემდეგ ჩავლაგდით და რა თქმა უნდა უკვე შუადღე იყო და მოგშვიდა შავში კიდე ხინკლის გარეშე წამოსვლა არ შეიძლება ძალიან კარგად ავივსეთ ენერგიებით და გავუყევით გზავს შუაფხოსკენ. შემდეგ ესეთი ინფორმაცია მოგვივიდა, რომ ამინდი იცვლებოდა რადიკალურად ღამის 2-დან შემდეგი დღის, ანუ ორშაბათის თაღამომდე. იყო გადაუღებელი წვიმა, მოსალოდნელი იყო მდინარეების ადიდება. ჩვენს ვიმსჯელეთ, გადავწყვიტეთ, რომ დარჩენას აზრი არ აქვს, გადაღებაც ვერ მოხერხდებოდა. უცებავლაგდით რესტორნიდან და წავედით სოფელი შუაფხოსკენ. მოკლედ ხინკალი ვჭამეთ უკვე ნაღდი ფშაური და ეხლა მივდივართ სოფელ შუაფხოში რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი სოფელი ადგილობრივებისგან გავიგეთ აგერ ეხლა უკვე არის ასფალტიანი გზა და ნენელა გრუნტიანი გზა უერთდება და მალევე მივვალთ უკვე ამით რაც შეეხება ჯეჯობით კარგი ამინდია მაგრამ 112-ს თუ დავუჯერებთ და ძირითადად ამართლებს მოდის ძალიან დიდი წვიმა ღამის 2-დან სხვა საღამომდე. ამიტომ დარჩენა არ ვიცი როგორ მოხერხდება. მაგრამ თუ არ დავჩევით, არც ეგაა პრობლემა, იმიტომ რომ საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოვიდა და მე მგონი კარგი ვიდეოც გამოვა. ნენელა გადავიწევით შუაფხოსკენ და იქიდანაც განახებთ კადრებს. სოფელს რაც შეეხება, არ იყო დიდი სოფელი, ნამდვილად. საკმაოდ შორს იყო სხვა დასახლებული პუნქტისა. განცალკევებული მისტიური, რაც ძალიან მომხიბვლელი იყო. სოფელში ჩამოდიოდა მდინარე არაგვი მოჩქერდა და გადავედით ხიდზე, სადაც გითხრეს რომ იყო იქ სალოცავი ზევით და მოტოციკლეტებით ავიდოდით. მოკლედ შემოვედით ახლა ტაძარში, ტაძრის ეზოში, რომელიც მიტოვებულს გავს, აქტიური ტაძარი ნამდვილად არ არის. ტაძარი არა, უფრო სალოცავი არის და ძალიან მისტიური ადგილია სიმართლე რო გითხრათ. არის გატყიურებული, ყველგან სარეველო ბალახი არის. გარშემო სალოცავის გარშემოც კი, აი. ესეთი პატარა სალოცავია ულამაზეს ადგილას. ხო და არის ესეთი გატყიურებული. სოფლის მაცხოვრებლებმა კი გითხროს ულიანო და ასე შემდეგ. მაგრამ ცოტა ქოშინე ბოდიში. მაგრამ ხო რა, ისეთი არის, ძალიან მისტიური ადგილია, მოკლედ. და ძალიან საინტერესოა და ულამაზესი ადგილია მართლა. თებში ჩაფლული ეს ერთი პაწაწინა სალოცავი. და ეხლა მინდა აი იმ თიდან იშლება, აიცა, აი იმ თიდან იშლება აი იქიდან, საიდან ჩამოვით იშლება უმაგრესი ხედები სოფლის თავზე.
ყოველ შემთხვევაში დაბანაკების და აღდარჩენის გეგმა გადაიდო ამ ეტაპზე, რადგან 112-იანად მოვიდა შეტყობინება და ასევე ჩანს, რომ აი მოშინე ღრუბლები მოდიან თქვენკენ. დღეიდან ხვალ საღამომდე გაუჩერებელ წვიმა გველოდება, გადავწყვეტეთ, რომ ეს კადრები დღეს უკვე გავღვიღო ხვალის ნაცვლად და გავრიცხეთ ჩემი ფილტვები აქ მთაზე ამოსვლა რა. ღირდა ნამდვილად, იმიტომ ულამაზესი ადგილია და ძალიან კაი ხედი იხსნება მთლიანად აქაურობაზე. ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი ტურით, დარჩენა თქო უნდა აჯობებდა, იმიტომ რომ ხოლმე გქონდა საშუალება ბევრი კადრის გადაღების და უფრო ბევრი ადგილის, მაგრამ წვიმა ამინდი ბაიკერებისკენ არაზუსტ არ არის თითქმის, სეზონის ამითვია და ისიც ხანქარია, არა უშავს. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მაგ გეგმაში 5 დღიანი ტური, სადა როგორ ამას მე გაიგებთ უკვე მომავალში. უკანა გზაზე ვართ უკვე ჟინვალისკენ. არა, კაი გამოვიდა. კი, კაი გამოვიდა, დაგვათენდა, კი და დაგვაღმდა, მაგრამ მაინც კაი კადრები მოვასწარეთ გადაგვიღო. და შვიდობით ვრუნდებით ახლა. ნუ ამინდი არაა ჩვენკენ როგორც გითხარით. ახლა ყავა დავვლეთ, წავედი. კაი იყო, დარჩენაც გავასწორებდა, კარვის კადრებიც კარგი იქნებოდა, იქ კოცონი, მაგრამ ნუ არა უშ, შემდეგში კიდე იქნება, იმიტომ რომ იმედი ამინდა ახლა ივლისი-აგვისტო მოდის და ამინდებით ეს თუნდა იყოს უკვე ისეთი სტაბილური, რომ თამამად წავიდეთ რა. ჩვენ მეცდებით ჩვენ მაქსიმუმს აუცილებთ. მოგეთ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. შავი, კაი გამოვა აუცილებლად. თქვენ ის გადაგჩენიათ, პროსტა უყუროთ, ისიამოვნოთ, რა თქმა უნდა გამოიწვიოთ ისა, აუცილებლად უნდა გამოიწვიოთ. სხვანაირად არ გამოვა ეს. კომენტარი, მოწონება, subscribe ძალიან დიდ мотивაციას მოგცემს ჩვენს რა თქმა უნდა. კომენტარში გითხარით, სად წავიდეთ შემდეგ ლოკაციაზე და რა გადავიდეთ. აბა დროებით და შემდეგ ვიდეო.